წლევანდელ საბაზე ნომინაციაში წლის საუკეთესო პროზაული კრებული ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წიგნი იყო ნომინირებული. ბავშვის ნაკბენი კარალიოკზე ოქტომბრის თვეში, ასე ქვია ზურაბ ლეჟავას მოთხრობების სრულ კრებულს, რომელიც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ დაბეჭდა. ეს მოთხრობები ადრე სხვადასხვა პერიოდულ გამოცებაში დაიბეჭდა. შემდეგ ავტორის კრებულებშიც შევიდა, ზოგი ნაწარმოებები ცალკეც გამოვიცა. რამდენიმე თვის წინ კი ბაკურ სულაკაურმა ყველა ამ ტექსტს თავი მოუყარა და ერთ წიგნში გაერთიანა. ზურაბ ლეჟავას 90-იანი წლებიდან ვიცნობ. მისი პირველი ნაწერები არლში დაიბეჭდა. მკითხველს ეხსოვნება მისი მცირე რომანი იყიდეთ ჩვენი სულები, რომელსაც არლში გაგრძელებებით ვაქვეყნებდით და ამ ტექსტის ბინადარი უცნაური პერსონაჟებიც გაახსენდება, ზარღრა, ბანჯგულა ეთერო და სხვა. ამოაღრესად ნატურალისტურ, შავი იუმორითა და უხეში ფანტასმაგორიულობით, თუ შეიძლება ასე ითქვას, გაჯერებულ მოთხრობებს, მაშინ ბევრმა მიაქცია ყურადღება. ზურას მოთხრობები თითქმის ყველა მაშინდელმა პერიოდულმა გამოცემამ დაბეჭდა. თუმცა ქართული პროზის მეინსტრიმში იგი მაინც ვერ მოხვდა. ბაკურ სულაკაურის აზრით, ზურაბ ლეჟავა დღემდე რჩება ყველაზე დაუფასებელ თანამედროვე ქართულ მწერლად. არ ვიცი რამ განაპირობა ეს ყველაფერი, მაგრამ ფაქტია, რომ ზურაბ ლეჟავა არის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი თანამედროვე ქართველი მწერალი. დაუფასებელი არა მარტო იმ თვალსაზრისით, რომ მას არ მოუღია არანაირი პრემია. არამედ იმ თვალსაზრისით, რომ არა მარტო იმ თვალსაზრისით, რომ თქვათ მისი ტირაჟები არის ძალიან მცირე. არა მარტო იმ თვალსაზრისით, რომ არ ეწყობა მისი წიგნების პრეზენტაციები, არ განიხილავენ მის ნაწარმოებებს, არამედ ის, რომ ძალიან ბევრს არ გაუგია მის შესახებ. რამდენიმე დღის წინ ჟურნალ ტაბულაში გამოქვეყნდა ზაზა ბურჭულაძის რეცენზია ზურაბ ლეჟავას წიგნზე და ძალიან საინტერესო ფრაზა ეკუთვნის ზაზა ბურჭულაძეს. მან უწოდა ზურაბ ლეჟავას ქართული პროზის ფიროსმანი. ძალიან საინტერესო შედარებაა და დაკვირვებაც მე ვეთყოდე. ეს არის მართლაც თვითნებადი ტალანტი, რომელსაც ასე ვთქვათ ყურადღების მიქცევა ჭირდება. ზურაბ ლეჟავას კრიტიკის და მკითხველის ყურადღება ნამდვილად სჭირდება. თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ იგი საგანცხრომო საკითხავია ან აუცილებლად მაინდა-მაინც პოპულარული მწერლების რიცხვში უნდა მოხდეს. ესაა სერიოზული ლიტერატურა სერიოზული თემებით, ხშირად უკიდურესად არასერიოზული და მოულოდნელი გადაწყვეტითაც. ძალიან ბევრი ჟარგონით, პირდაპირობით, ერთი მხრივ სიმკაცრით, მეორე მხრივ კი გულუბრყვილობით, რომლის მიღმაც საოცარი ცოდნა, პირადი გამოცდილება და უზღვავი ფანტაზია დგას. დღემდე მახსოვს მისი მოთხრობებით მოგრილი შთაბეჭდილებები, რომელიც ხან ხარხალის ხასიათზე მაყენებდა, ხანაც მანცვიფრებდა თავისი გაბედულებითა და მახვილგონივრულობით. სტოვარი და მზვერავი, დიდი ჭუჭუა და პატარა ჭუჭუა, მილიონი ბედნიერება და მაცივარი სექსისა წილ, ის მოთხრობებია, რომელიც ქართულ მკითხველს სულ სხვანაირ თანამედროვეობას დაანახებს. დიდხანს შეიძლება საუბარი ზურაბ ლეჟავას წერის მანერაზე, ენასთან მის დამოკიდებულებაზე. უცნაური ჟარგონით გადავსებული ეს ენა ძალზე ზუსტია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრისთვის შეიძლება აბსოლუტურად მიუღებელი იყოს ამგვარი სიზუსტე. ავტორი თავადაც წერს ხოლმე იმ უხერხულობის შესახებ, როცა მას უჭირს ქართულად გამოხატვა რაღაცის, რასაც ოდესღაც რომელიღაც საპატიმროს ბინადრები ასე პოეტურად გამოხატავდნენ სხვა ენაზე. ნაივურია, ენის მიმართაც ნაივურია, არა მარტო სიუჟეტის, არა მარტო ამბების, ფანტაზიის, აი ყველაფრის მიმართ მისი მეგობარი ნაივური. აი ასეთი ტიპის პროზა მართლა არ მინახავს აქამდე. ქართულ ლიტერატურაში ნამდვილად არ ყოფილა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია. და ამ მხრივ არის საინტერესო. იმენად ჩვეულებრივად გამოიყენებს რაღაც თქვათ, თუნდაც რუსულ სიტყვას, ან არა მხოლოდ ჟარგონს, არამედ რაიმე ქართულ სიტყვასაც კი. რომელსაც შეცვლის ნაივურად, აი როგორც თვითონ ახსოვს ისე. და შეიძლება არ გადაამოწმოს, არიან მწერლები, რომლებიც ლექსიკონებში გადაამოწმებენ ყველაფერს, ასჯერ გაზომავენ, გაჭრიან რაღაცა. აი ეს ნაიურობა ჩანს. შეიძლება ის მუშაობს ენაზე. შეუძლებელია ასეთ ტექნიკის ადამიანი არ მუშაობდეს, მაგრამ აი ეს ნაივურობის განცდის ქვეშ მუშაობს. ნაივურობის შედევრია მოთხრობა მილიონი ბედნიერებაც, რომელიც ალბათ ყველაზე გამორჩეული ნაწარმოებია ზურაბ ლეჟავას ნაწერებს შორის. მასზე ადრეც ვწერდი და დღესაც მინდა გავიხსენო გაცოცხლებული ძეგლების ისტორია, რომელიც ქალაქ თბილისის მოსახლეობას დაერევა. ძეგლების ისტორია, ძეგლებისა, რომლებიც ქალაქ თბილისის მოსახლეობას დაერევიან. ამ ფანტასმაგორიაში მოვლენები ელვის უსწრაფესად ვითარდება. ძეგლები გამუდმებით თავს ესხმიან მოქალაქეებს, მაგრამ სრულიად უშედეგოდ, რადგან ძეგლები ადამიანებს ვერაფერს აკლებენ. და აი ამ დროს ავტორისეული ნაიურობა საოცარ სიზუსტეს აღწევს. ციტატა: ჩვენი ქვეყნის იმდროინდელი მოსახლეობა, თუ მთლიანად არა, ყოველ შემთხვევაში დიდი ნაწილი მაინც უკვდავი იყო. უმეცრებითა და უტიფრობით ახსავსე ღალატიანი ჩვენი მაშინდელი ხალხი მართლაც უკვდავი იყო, რადგანაც ამ უხერხემლო, უცხვირპირო, უსულგულო არსებათა მოკლა პრაქტიკულად შეუძლებელი გამხდარიყო. ისინი ყველა შემთხვევაში მხოლოდ სახეს იცვლიდნენ და ასე სახეცვლილნი განაგრძობდნენ თავიანთ არსებობას. თუ ვინმე მათ სამოს შემოახევდა, იცვლიდნენ სამოსს. თუ ვინმე ტყავს გააძროვდა, იცვლიდნენ ტყავს. თუ ვინმე ხორცებს შემოაგლეჯდა, იცვლიდნენ ხორცებს. ანდა სულაც დადიოდნენ უსამოსოდ, უტყავოთ და უხორცოთ. უარაფროდ.
ციტატი დასასრული. მაშინ ამ სიტყვებს უკუღმართი სიბრძნე უწოდე. დღეს კი მეჩვენება, რომ ეს ჰალალი მწერლის მიერ ჰალალად გამოტანილი განაჩენია.